მწუხარებით და ფრანგი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო ანგარიშის პრეზენტაცია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ. დაგმეს ტერორიზმი აისაუბრეს იმ მძიმე შედეგებზე, რასაც გლობალურად ტერორიზმის საფრთხე შეიცავს. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოების როლზე პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლოდ. რაც შეეხება პრეზენტაციას, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სააგენტომ ანგარიში ყველა იმ საქმიანობას მოუყარა თავი, რომელიც წელს მათ განახორციელეს. საქმე ეხება როგორც მეჩეთების რესტავრაცია, რეაბილიტაციას, ისე საქველმოქმედო ღონისძიებებს. მუსლიმები არ არიან ტერორისტები, ყურანი გძალავს ყარსაყლას, ასევე როგორც გძალავს სხვა რელიგიები და სხვა ღვთიური წიგნები, ასევე ყურანის გძალავს ადამიანის მოკვლას. ამისათვის საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ჩვენ მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებმაც უნდა იმუშაოს. სამძიმრო ფრანგ ხალხს არსებული სიტუაცია და ის უბედურება, რაც მათ თავს დაარტყდა და მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ამ შემთხვევაში ზოგადად თემა ეხება მუსლიმურ საკითხს და შესაბამისად იმ ძალადობას, ექსტრემიზმს და ასე ვთქვათ რელიგიის სახელით გამოყენებას ავტორიტარული მეთოდებისა, რამაც საბოლოო ჯამში ეს ტრაგედია გამოიწვია.